ღამემშვიდობისა პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას ღამის სტუდია. ერთი ამბავია ატეხილი აჟიოტაჟი აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით და საერთოდ ბოლოდროინდელი მოვლენები იგივე გიორგი ბარამიძის რაღაც უაზრო და მავნებლური განცხადებები. ამიტომ ჩვენს გადაცემას ვიწყებთ მამუკა არეშიძეთი ის ჩაგვერთვება მესენჯერით. მოგესალმებით მამუკა. მოგესალმებით, ისმის ჩემი ხმა. კი, ისმის, თქვენი ხმა ისმის. მამუკა, რა საწვავი, დიზელი თუ ბენზინი და რა რაოდენობის და ვის მიერ იქნა მიწოდებული აფხაზეთში? მე ვიცი რაოდენობა დაახლოებით ესე იგი 3000 ტონა? რა თუ არ ვცდები, ტონა ხო, დიახ, 3000 ტონა, 3100 და ვის მიერ და როგორ იყო მიწოდებული ვერ გეტყვი. ბენზინი იყო თუ დიზელი? საწვავი იყო, შეიძლება ბენზინიც იყო და შეიძლება დიზელი, საწვავი იყო. დიახ. საწვავი ეს. კი ბატონო. იცი როგორ არის? ხო, ნუ ეს ასე მოხდა. და რამდენადაც მე ვიცი ისეთი ორგანიზაციის მიერ იყო მიწოდებული, რომელსაც ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ესე ძალიან პირობითია, იმიტომ რომ არსებობს რამოდენიმე გადაწყვეტილება სხვადასხვა ორგანოების მიერ. მე გულისხმობ საქართველოს ხელისუფლება, იქ არის ოკუპაციის კანონი, იქ არის კიდევ ესე იგი საერთაშორისო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ასეთი ტიპის აქტივობებს სეპარატისტულ ტერიტორიებზე გწალავს. აი ეს ახლა იურიდიულ მხარეს მე ვერ ჩავაღმავდები, მე ვთვლი რომ გარკვეულწილად რაღაც სისტემურ რაღაც დარღვევებთან მქონდა საქმე. მაგრამ მე უბრალოდ სხვა რამეზე მინდა გავამახვილო ყურად. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იმდენი ილაპარაკეს ამ ბენზინის შეტანაზე და საერთოდ ამ თემაზე და იმდენი ჯერ ესე იგი გაილანძღა ორივე მხარე, გამკრიტიკებელიც და არაგამკრიტიკებელიც და რომ ეს მე მინდა ყურადღება გავამახვილო შემდეგ გარემოებაზე. ჩვენ წლების განმავლობაში უამრავი წელი გაუშვით და ვერ შევიმუშავეთ სისტემა, როგორ შეგვეძლო ჩვენი გავლენების გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მე ყოველთვის ვამბობდი, მათ შორის თქვენს გადაცემაშიც, რომ მხოლოდ სამედიცინო მომსახურების და სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებული შედეგების მიღწევა ვერ იქნებოდა ეფექტური. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია ეს სამედიცინო დახმარება, მნიშვნელოვანია, გარკვეული ეფექტიც აქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ვერ შეცვლიდა სურათს მიღებულ ვითარებას. სურათს ვერ შეცვლიდა. მე ყოველთვის ვამბობ, რომ საჭიროა სისტემა, რომელშიც აი ეს კომერციული ურთიერთობებით შევიდოთ. რბილი ძალის სისტემა შევიდოთ და თქვა საგანმანათლებლო რაღაცა ნაწილი იქნებოდა, ჯანდაცვის ნაწილი იქნებოდა, კომერციული ნაწილი, ეკონომიკური ნაწილი და ასე შემდეგ. მოკლედ ეს უნდა ყოფილიყო ინიციატივათა მთელი პაკეტი, რომელსაც ესეც მოხდებოდა. აი ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო შემაწუხებელი. ახლა 3000 ტონა ნავთობის საწვავი ერთი შეხედვით პრინციპში ვითარებას არ ცვლის. არც უარყოფითისკენ, არც დადებითისკენ. დღეს უნდა ითქვას ობიექტურობისთვის, რომ როგორც საქართველოს დანარჩენი საქართველოს მთავრობა ილანძღება ოპოზიციის მიერ, ისე ილანძღება ზუსტად სეპარატისტული ხელისუფლება თავისი ოპოზიციის მხრიდან. და საერთოდ არის უაღრესად საინტერესო შემდეგი გარემოება სოციალურ ქსელებში, როგორც ერთნაირი ტონალობაა ქართულ სოციალურ ქსელში და აფხაზურ სოციალურ ქსელში. დავამთავრებ. ერთის მხრივ არის საქართველოს ხელისუფლების გინება, რომ ეს როგორ გაბედეს, იმიტომ რომ ეს სეპარატისტებს ეხმარება ეს 3000 ტონა, ვითომ და იქ არის მეორე როგორ გაბედეთ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა. იქ უკვე აფხაზეთში. მაგრამ მე გეუბნები წლების განმავლობაში ესე იგი არა ინტენსიურად, მაგრამ ასეთი რამ მუშაობდა. აი ეს არის ყველაზე ეს ხალხი დღეს ვინც ერთ ამბავშია
ისტერიკაშია ჩავარდნილი, მაშინ ამას ვითომ ყურადღებას არავითარ არ არსებობდა ესეთი რა. ეს მუშაობდა ყოველთვის ყველა თავრობის დროს. სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა დონეზე. პირველად მე როცა გავიგე, როგორ შედიოდა აქიდან ოკუპირებულ თუ სეპარატისტულ აფხაზეთში სხვადასხვა სახის პროდუქცია, პირველად გავიგე მაგალითად ყურძნის შეტანის თაობაზე. აი ღვინოს სწორედ გახსოვთ ალბათ აფხაზეთში თავის ღვინოს უშვებს და ეს ღვინო როგორც გაირკვა, მაშინ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოა მზადდებოდა აქედან შეტანილი ყურძნი ძირითადად. თუ გარკვეული ნაწილი ყოველ შემთხვევაში. ეს ისე მაგალითისთვის მოვიყვანეთ, თორე ის რომ იქიდან უნიკალური ხეთყი გამოდიოდა, თქვა და ფოთისპორტიდან იყიდებოდა, ამაზე არაერთხელ გვითხოვს. ის რომ აქედან შედიოდა სხვა პროდუქცია, აი ბოლო სკანდალის თაობაზე გეტყვით, ბოლო სკანდალი რომელიც აფხაზეთში გაიმართა, ეს არის საქართველოსთან შეტანილი ლიმონადის პროდუქცია, რომელიც იყიდებოდა აფხაზეთის მაღაზიებში, აფხაზურ მაღაზიებში, თან ეს ლიმონადი იყიდებოდა, აქამ საქმე იმაში რომ ეს ლიმონადი წლების განმავლობაში იყიდებოდა. მაგრამ ეხლა სკანდალი დაიწყო, იმიტომ რომ აქ აღმოაჩინეს ამ ლიმონადის ბოთლებზე საქართველოს რუკა, რომელიც აფხაზეთი დანარჩენი საქართველოს შემადგენლობაში შედის. მოკლედ მე რა მინდა გითხრათ, იცით რომ როდესაც ასეთი ტიპის სკანდალებს პოლიტიკური კონიუნქტურის და პოლიტიკური დაკვეთის სუნი ազდის, იმ წუთში ჩემთვის გამაღიზიანებელია ხოლმე ჩემთვის პირადად. ეხლა თვითონ რაც შეეხება ამ ამბავს, კანონი დარღვეულია თუ არა, ეს არის გასარკვევი. თუ კანონი დარღვეულია, ეს არის ცუდი. ეს ერთი. მეორე, თუ ჩვენ, ესე იგი, სხვა ქვეყნებს ურძალავთ აფხაზეთთან თანამშრომლობას, მაშინ რაღაცა ფორმა უნდა მოუძებნოთ, რომ ჩვენც არ გქონდეს დასაყვედრებელი, როდესაც ეს კომერციული ურთიერთობა საჭიროა, მაგრამ რაღაცა ფორმა უნდა მოუძებნოთ იმისათვის, რომ სხვას არ მივცეთ მაგალითი, რუსეთზე არა მაქვს ლაპარაკი, რუსეთს გინდა მიეცი გინდა ნომის. აი მაგალითად იგივე თურქეთმა ის რო არ გააკეთოს. თურქეთს ამის სურვილი ყოველთვის ჰქონდა და ჩუმჩუმად რაღაცებს ყოველთვის აბარებდა ხოლმე. მაგრამ ამას აკეთებდა ჩუმჩუმად. ასე რომ ჩვენ არ უნდა შევქმნათ ისეთი ტიპის პრეცედენტი, როცა სხვებს მიეცემა ამის გაკეთების საშუალება. თუ თქვენ აკეთებთ, ჩვენად არ შეგვიძლია აი დაახლოებით ამ ფორმით. მოკლედ კობახიძე კითხვა ამის დაკავშირებით. თუ ეს შეიძლება კომერციული ურთიერთობა იყოს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხები უნდა არსებობდეს. აი ეს მინდა ვთქვა. კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონი დარღვეული არ არის და ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ეს არის ბიზნესი და ბიზნესმენმა შეიტანა საწვავი. ოღონდ ის ნეოტროცკისტები აღაყანდნენ, რომ ეს რუსეთისთვის და უკრაინის წინააღმდეგ იქნებოდა გამოყენებული. ხა 3000 ტონა საწვავი შეიძლება, რომ ესე გაუჭირდა რუსეთს. ეს ხო სასაცილოა. ეხლა ნუ ვიღაცას ეხლა რა მაგალითად თქვა პოლიტიკური პიარის აგორება რო უნდათ ვიღაცა და გამოიყვანოს ერთი 20 ადამიანი გალის მაცხოვრებელი მაგალითად თქვას რომ ეს საწვავი ჩვენ გალის რაიონში გამოვიყენეთ. ნუ და წარმოვიდგინეთ ეხლა ესეთი რამ შეიძლება მოხდეს. მოკლედ იცი როგორ არის მე უბრალოდ რჩევა მინდა მივცე მავანს საქართველოს კანონმდებლობის ხელშეშორის არსებობს ორგანიზაციები, კომერციული, რომელსაც აქვს უფლება ვითომ აი ესეთი ტიპის აქტივობების. როგორც სამხრეთოსეთში, ეგრეთ წოდებულში, ისე აფხაზეთში, მაგრამ რაღაცა უფრო მაინც დახვეწაა საჭირო ამის. სისტემა უნდა შეიქმნას ისეთი, რომ სისტემა უნდა შეიქმნას. თორე ეხლა გეუბნებით, რომ ისეთი არც რაოდენობა კატასტროფული და არც ესეთი მოვლენა ისეთი რომელიც არ ხდებოდა და პირველად მოხდა და ეს როგორ შეიძლება. და მე გარდა ამისა ამას მიაქციო ყურადღება. როგორი სკანდალიც არის, აქ ისეთი სკანდალია ზუსტად აფხაზეთში. იქაც განსაკუთრებული ამბავი მოხდა, ეთყობა ქართულ მხარეს დახმარება რო თხოვეს. ახლა ნუ აი რა გითხრათ. მამუკა, აი ეს ბარამიძეს აი ამ მავნებლურმა განცხადებებმა რა გამოიწვია აფხაზეთში, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ, რომ იქაური საგარეო საქმეთა მინისტრი გამოიწვია სიხარული და აჟიოტაჟი იმ თვალსაზრისით, რომ აი თვითონ თქვენს, რომ აი ჩვენ მართლები ყოფილვართ. იმიტომ რომ იმათ კომპლექსი აქვს იმის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს აგიტაცია და პროპაგანდა 30 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს იმის თაობაზე, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, რომ ქართველების წლების განმავლობაში და საუკუნეების განმავლობაში ქართველების მიერ ხდებოდა აფხაზების შევიწროება, კოლონიალური რეჟიმი იყო და ასე შემდეგ.
უბრალოდ არიცით რამდენ სისულელეს ლაპარაკობენ ამის თაობას და როგორ გამოუტენეს ახალგაზრდებს თავი აბსოლუტურად თუმცა ომი საქართველოს დაიწყო, შევარდნაძემ დაიწყო და შევიდა წაგებულ ომში, თან 14 აგვისტოს, ხო? მართვის დღეს დასაწყისი. არა, არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ მე ამ შემთხვევას. მაშინ მითხარით, ვინ დაიწყო ომი? ვერ ვასწრებთ მას, თორე დიდი სიამოვნებით გეტყვით. კი ბატონო. გისმე. ომის შევარდნაძეს ეხლა აი ეს იგივეა რომ ეხლა მე აი ეს იცი როგორ არის უბრალოდ კონიუნქტურის გამო არ შეიძლება ამის მაგრამ სააკაშვილმა დაიწყო ომი ამას იძახიან გაუტევ არ დაუწყია საქართველოს მხარეს ომი არც ერთ შემთხვევაში და არც მეორე შემთხვევაში ეს იყო რუსეთის მიერ კარგად გათვლილი გაანგარიშებული მოფიქრებული ხაფანგი რომ ეს ომი დაწყებულიყო საქართველოს ხელისუფლებები თავის ტერიტორიაზე ცდილობდნენ მდგომარეობა შეეცვა. საქართველოს ორივე რამ ვინც არის ხელისუფლებების დანაშაული და სისულელე იმაში მდგომარეობს რომ აი იცი რომ ხაფანგს გიგებენ და ამ ხაფანგში თავი არ უნდა გავა. და ამას ვამბობ სწორედ, ეგ არის, მაგრამ მე იცი რა არის. არ არის ესე. ეხლა მე თქვენ ბევრად პატარა ხართ ჩემზე მე ესე მახსოვს თუ არა არც იმდენად სამწუხაროდ არც იმდენად კარგად უნდა გახსოვდეთ რომ მაშინ ისეთ მდგომარეობა იყო შექმნილი ხელოვნურად აფხაზეთის ტერიტორიაზე რომ უამრავი ვალიდებოდა ჩვენს ქვეყანას იმიტომ რომ ტვირთები არ მოძრაობდა ეს ტვირთები იძარცვებოდა აფხაზეთის რკინიგზაზე და არა მარტო ჩვენი ტვირთები იყო ეს იყო სომხეთის ტვირთები აზერბაიჯანის ტვირთები გახსოვთ ალბათ კარგად და მე თუ არ ვცდები 12 მილიარდი მაშინდელი მანეთის თუ 12 მილიონი მაშინდელი მანეთის ის დაგვაწვა ტვირთი დაგვაწვა აი ეს ვალი დაგვაწვა იმის გამო რომ ტვირთები იძარცვებოდა და საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნაბიჯი ომის მერე და ომის მერე ომმა გამოასწორა ვითარება არა ომის მერე საერთოდ გაჩერდა არა გაჩერდა ეს მე იმას კი არ ვამბობ რომ კარგი იყო მეთქი ეს მე ვამბობ ახალგაზრდობამ და მომდევნო თავამ იცოდნენ სიმართლე რაშიც მდგომარეობს უბრალოდ მე მინდა ის თქვა რომ უამრავი გარემოებები შეიკრიბა ერთად რამაც განაპირობა საბოლოო ჯამში ის უბედურება რაც იქ მოხდა ერთი ომი ესეთი გაგებით არ დაწყებულა მაინც საქართველოს ცდილობდა რომ თავის საკუთარ ტერიტორიაზე საქართველოს ხელისუფლებას თავის საკუთარ ტერიტორიაზე და აფხაზეთის საერთაშორისო ნორმებით საქართველოს ტერიტორია იყო ყოველთვის გამოესწორებინა მდგომარეობა რა ვითარება შეიქმნა აი ამ აფხაზეთის რკინიგზაზე. უბრალოდ შეცდომები მოხდა, ბევრი შეცდომა მოხდა. ჯარი შეიძლება არ იყოს საჭირო ამ ფორმით შეყვანა და პოლიციის ძალები, თუმცა სატყავდა ისეთ პოლიციის ძალები მაშინ საქართველოს, მაგრამ ეხლა კამათი შეიძლება დაუსუსტრულებს. კი, ოღონდ შეცდომა არა, დანაშაული უფრო იყო მამუკა. ხო, ნუ კი ბატონო, ხა ისეთმა ფორმად დამწიფლო შემზე მეც რო იწროლებოდა. ხა ისეთი ხალხი ლაპარაკობს ხოლმე ამის თაობაზე, რომ უბრალოდ რა გითხრათ, რა ვიცი. აი მე ვლაპარაკობდა რა. როგორც მონაწილე ყველაფერი ამისა შემიძლია თქვა რომ შეცდომები იყო უამრავი დანაშაულიც იყო ალბათ რასაკვირველია მაგრამ ცალსახად იმის თქმა რომ არიქა შევარდნაძემ დაიწყო ომი თუ კიტოვანმა დაიწყო ომი თუ სხვა ეს არ ყოფილა იმიტომ რომ ის კომპლექსური მიდგომა იყო ისინი ომ უნდათ რომ დაწყებულიყო ყველაფერს აკეთებდნენ ამისათვის და მე შემდეგ ესე იგი საქართველოს ხელისუფლებებმა აი ეს ნაბიჯი გადადგეს დაგებულ ხაფანში გაყვეს თავი შეცდომა ეს შეიძლება უფრო უარესია ვიდრე ომის დაწყება რაც ახლა მე ვამბობ მაგრამ ესე რომ თალსახად თქვა რომ გინდა თუ არა ომი დაიწყოს ეს მე ყოველ შემთხვევაში მე არ მიმაჩნია რომ ეს სწორი კი ბატონო დიდი მადლობა მამუკა იმედია რომ დაბრუნდებით თბილისში ბევრია უკვე სალაპარაკო ახალი რაღაცები ხდება ტყივნეულიც გემშვიდობები მადლობ რომ ჩაგვერთვით ნახვამდის და დღეს 14 აგვისტო 34 წელი გავიდა მე უთხარი მამუკასაც რომ ჯერ იწყებს მე მიმაჩნია რომ ეს ნაბიჯი ხაფანგში ჩვენ თუ აღმოჩნდით ესე იგი რატო აღმოჩნდით რომ გავაკეთეთ ხო ის ნაბიჯი გადავდგით რომელიც არ უნდა გადაგვედგა და თან მარხვის დასაწყისში რო იწყებ რომს ხო ნუ რა თქმა უნდა წაგებულია მე ეს. ეხლა წარმოგიდგენთ ჩემს სტუმრებს. ლაშა გოლუბიანი, გულბაათ ცხილაძის, პოლიტპატიმარი გულბაათ და სინდისის პატიმარი გულბაათ ცხილაძის ადვოკატი. ხო იცი ადვოკატი მეოხია ქართულად. და ჩემი კოლეგა საქართველოს და სოფლიოდან ინტერნეტ გამოშვებაა ეგეთი ეკა ნასკინდაშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოხვედით.
ხო, ესეთი მტკივნეული დღეა ეს 14 აგვისტო, უკვე 34 წელია ჩვენთვის ძალიან და თან დღეს იყო გულბაათის სასამართლო პროცესი, ხო? და რა თქმა უნდა დახურული იყო ეს პროცესი. და ლაშა რისით თქმა შეგიძლია. პირველი იმ თემა შევეხები, ქალბატონო ნინო, ომი ჩვენ დავიწყეთ თუ არა, მაგაზე რა ვიცი, ჯელობა არ ჩერდება დღემდე მიდის. და მამუკარეში როგორ თქვა, კი, ხაფანგში გაგვაბეს, მაგრამ ეხლა და როგორ გაგვაბეს? ომი ჩვენ ტერიტორიაზე ხო მიმდინარეობდა, ანუ ჩვენ ხო არ დავესხით თავს, ანუ ჩვენთან შემოვიდა. ჩვენ საკუთარ ტერიტორიაზე შევედით ჯარით. ხო, კი ბატონო, მაგრამ გონიერი ხელისუფლება მაგიტო უნდა იყო, რომ ომში არ ჩაითრიო ქვეყანა და ის უბედურება არ დაატრიალო, რომ დაკარგო ტერიტორიები და ქართველი ვაჟკაცები მიაბარო მიწას. რა თქმა უნდა. აი ეგ არის დანაშაული ზუსტად. რა ტერმინი დავარქვევთ ახლა ხაფანგში გაება თუ ომი საქართველოს უნდა იყოს თუ ასე შემდეგ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს შედეგებს, რა შედეგები დგება. ხო და სხვათა შორის ალბათ დამეთანხმებით, რომ 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმს ჰქონდა ანექსირებული და ოკუპირებული საქართველო და ხა ნამდვილად სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და არა საქართველო. ხო, რა თქმა უნდა. რეჟიმმა დაიწყო, იქაც რეჟიმები, იქაც იყო შევარდნაძის რეჟიმები დგამან ასეთ ნაბიჯებს და რა ხალხის გადასახადია, რომ შენ ხაფანგში შენ იმიტომ ახარ თავკაცი, რომ ხაფანგში არ გაება. სააკაშვილი აღუძრის საქართველოს და გაიგივება. ხო, ამიტომაც ამბობენ, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და არა საქართველო. ნამდვილად სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რომელსაც აქეთ ჰქონდა ოკუპირებული საქართველო. თავისი სკლიანი რეჟიმი. გისმენთ. კი ბატონო, რაც შეეხება დღევანდელ დღეს სასამართლოდან მოვდივართ, კი ბატონო, გულბაათის არსებითი განხილვებზე გადავედით უკვე, დავიწყეთ ჩვეულებრივად. ნუ დღეს პირველი ეტაპი ახლა იყო შესავალი სიტყვები, შუამდგომლობები განვიხილეთ და შესავალი სიტყვები და ამით შემოვიფარგლეთ. შესავალი სიტყვები თქვენი და პროკურორის? კი, ანუ პროკურორმა თქვა, რა თქმა უნდა, შესავალი სიტყვა რას ნიშნავს, რომ რაზეა აგებული საქმე, რატომ იაჩნია რომ დავნაშავია და სამართლის ეუბნება, რომ მე შევეცდები დაგიფტკიცო, რომ გულბაათი არის დამნაშავე. ჩვენ ფაქტები წარმოადგინა ესე? არაფერი, აი გეტყვით, ჩვენ შესავალ სიტყვაში რა თქმა უნდა, ჩვენ ვაჯამებთ იმ საქმეს, რაც უკვე შეტანილია, მტკიცებულებები ჩვენი მხრიდან და იმათი მხრიდან და ვამბობთ, რომ დავუმტკიცებთ, რომ უდანაშაულოა. აი ეგ არის შესავალი სიტყვები, მიხდით, ეგ მოხდა. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ არ შემოვიფარგლეთ ახლა პატარა შესავალი სიტყვით 10 და 15 წუთში, რა თქმა უნდა, ცლათი ლაპარაკა გულბაათმა თვითონ და დარწმუნებული ვარ მოსამართლეს დადებითი შტაბეშტილება შეექმნებოდა, იმიტომ რომ გამორიცხული ადამიანი უსმენდეს მოსამართლე უსმენდეს ადამიანს, რომელიც უდანაშაულოდ არის დაჭერილი, რომელმაც მთელი მისი ბიოგრაფია დაულაგა რა გაკეთებული და რა ნაბიჯებს გავდა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის აკეთილდღეოდ და დარწმუნებულია ადამიანს დადებითი წარმოდგენა არ შეექმნას და ერთი შეხედვითაც კი რო არ მიხდეს რომ უდანაშაულოა. ხო, რაც შეეხება თქვენ იმას, რამე ფაქტები თუ იყო იქ გამოკვლეული, არა, მტკიცებულებების გამოკვლევა არის შემდგომი ეტაპი უკვე გადავართ მოწმეების დაკითხვაზე, მტკიცებულებების გამოკვლევაზე და ასე შემდეგ და შემდგომ დასკვნითი სიტყვები უნდა თქვა და როდის დაკითხა? ეგ ჩათვალეთ გულბაათის დაკითხვა მოხდა დღეს ჩათვალეთ. იმიტომ რომ ყველაფერი არა გამოკითხვა არ ყოფილა ფორმალური, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ეგრე იყო, იმიტომ რომ ყველაფერზე ილაპარაკა გულბაათმა, რაც სათქმელი ჰქონდა თვითონ. ანუ ეგ არის პირველი ნაბიჯი. შემდგომ იქ მოწმეები დაიკითხებიან, პირდაპირ და ჯვარედინი დაკითხვა მოხდება, მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება რადევ საქმეში და ამის შემდგომ დადგება დასკვნითი სიტყვების შემდგომ მოწმეები ყავს. გულბაათს ყავს მოწმეები ერთ-ერთი მეცვა და ჩვენი მხრიდან რა თქმა უნდა ერთ-ერთი თქვენ ხართ კი ბატონო. ხო და იმათ ყავს მოწმეები? ხო რა თქმა უნდა ახლა იმათაც უყოლებათ და ჩვენ ბუნებრივია ახლა ვინ ყავთ და რომელმა მოწმემ რა უნდა დაადასტუროს და რა გარემოებები აშიგნეთ ბუნებრივია არ ვიტყვით და ვერ ვიტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით. ხშირად ვიმეორებ ეს ტერმინი მინდა დავამკვიდრო და მართლა ეგრეა რა. თლიანი 14 ტომი არის მაკულატურა. და იმ მოწმეებმა მაკულატურაში რა წერია ის თუ უნდა დამიდასტურონ, მაგის სამართლებრივი შედეგი იქნება 0. ანუ იმ ბრალდებას და ბრალს ვერ გაამყარებენ ამით. პირიქით მთელი ეს ბრალი მართლა აი ხუხულასავით ჩამოენგრევათ, აი პირდები ყველა ეთერში და აქედანაც პირდები პროკურატურას, რომ ეს აბსურდული ბრალი ჩამოეშლევათ ხუხულასავით ჩვეულებრივად, ხო? ნახოთ, ანუ შემდგომ უკვე 8 სექტემბრიდან 12 წელია ჩანიშნული.
უკვე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავალთ, ანუ მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავალთ, ნელ-ნელა ეტაპობრივად მივყვებით ჩვენ და რა შეიძლება ყველა ერთად ნახავთ საზოგადოება ამ მომენტში კი ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ერთადერთი მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუწყოთ გულბაათს მეტი არაფერი. აი რა თქმა უნდა სოლიდარულები ვარ და უცხადებთ გვერდით ყოფნას და ბოლომდე ვიბრძოლებთ. აი რა მიკვირს იცით ორი ქვეყნის ჯაშუშობას აბრალებენ და საქართველოს საზოგადოება არ არის იმის ღირსი რომ გულბაათს ეტყვიან ალბათ, მაგრამ ჩვენც გვითხრათ რომელი ქვეყნების ჯაშუშია. დახურულია პროცესი ადვოკატს ისა გაუთქმელობა ხელი მოწერილია გაუთქმელობაზე აი აბსოლუტურად აი რა არის ადრე რო იყო მე მახსოვს ტროიკები იყო ესეთი სტალინის დროს და ბერიას დროს ხო აი ტროიკები რო ასამართლებდნენ რომ კაცმა არ იცოდა ეგ რა ხდებოდა და აი ესეთი ეს რა არის აი ამაზე მინდა შენი განწყობა როგორი სიმართლე გითხრათ დღეს ჩემი აქ მოსვლის მთავარი მიზანიც ეგ იყო რომ იქნებ ტელევიზიით მე სულ წერ ბუნებრივი და ლოგიკურია რომ ამაზე ყოველთვის რა თქმა უნდა მიუძღვნის სტატიას ამ თემას გულბაათ რცხილაძის ჯაშუშობას და ეს მინდოდა ისმენს ეს ტელევიზია მეტი მაყურებელი ყავს მეტი მსმენელი ყავს და იქნებ ვინმეს ყურამდე მივიდეს იქნებ გაგვაგებინონ ეს კაცი რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშია არა ჩვენ ამის ღირსები არა ვარ ეს მდინარაძე უნდა იცოდეს მარტო და მდინარაძე მიცის რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშია ეს არის სასამართლო პროცესზეც არის თქვა არა იქ ბუნებრივია ახლა საქმის მასალას მოსამართლეს გაწნობილია და ჩვენ არა არ გამიკვირდებოდა იაფლა პარაკობთ ყველაფერს მაგრამ რომელი ორი ქვეყნა ოჯახის წევრებიც ახლა ყველა მიცის რომ გულბაათთან მეგობრობდი ვესწრებოდი მის კონფერენციებს მის შეხვედრებს ყველგან ვესწრებოდი არ ყოფილა თუ რაღაცა მე თვითონ არ შემეძლო თორე ყველგან მიწევდა და ყოველთვის ვესწრებოდი და ეხლა ჩემი ოჯახის წევრებიც მეკითხებიან რომელი ქვეყნის ჯაშ არ ვიცი გულწრფელად არ ვიცი და აი ეს არის ჩემი თხოვნაც მოთხოვნაც იქნებ მე როგორც მის მხარდამჭერს მის მეგობარს გულშემატკივარს ადამიანი რომელიც სოლიდარობას უცხადებს გულბაათ რცხილაძეს გამაგებინონ რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშია და თუ კი გამაგებინებენ როდესმე ესეთი დღე გათენდება მაშინ აუცილებლად მომასმენინონ და დამიმტკიცონ კიდეც რომ გულბაათ რცხილაძე არის ჯაშუში და რაში გამოიხატება მისი ჯაშუშობა იმიტომ რომ ხო გეუბნებით არასოდეს არ მithქვამს ისე რომ მე არ ვიცი გულბაათი მე ვიცოდი ყველაფერი გულბაათი რასაც აკეთებდა გულბაათი სადმე წავიდოდა დაბრუნდებოდა წიგნის გამოცე რაღაცა აი ფაქტი რაღაცა ესეთი ორგანიზაციაა ეს რაღაც დესტრუქციული ძალები მართავენ ამ ჟურნალისტებს თავზე რამდენჯერ დაადგნენ მის წიგნებზე ყოველთვის ეწერა რასაც გამოსცემდა გულბაათი ვისგან იყო დაფინანსებული დაფარული დამალული არასოდეს ამ კაცს არაფერი არ ქონია როდესაც კონფერენციებს მართავდა, ხშირად იყო ისე, რომ ჩართვები ქონდა. იყო ჩართვებიც, ხო, ესე რაღაცა ტელეხიდებივით, რაღაცა კეთდებოდა. არასოდეს არ მახსოვს, რომ რომელიმე, აი, სახელმწიფო სტრუქტურის რომელიმე წარმომადგენელი ყოფილიყოს. ეს იყო სამეცნიერო წრეებიდან წარმომადგენლები, ვინც გვერდთვებოდნენ, სამეცნიერო. ყოველთვის იყო საუბარი ამ დონეზე. მე არასოდეს არ გამიგია რომ გულბაათს აი ამ საუბრების დროს რუსეთის მხარისთვის ვინც არ უნდა ყოფილიყო ის მეცნიერი ჟურნალისტი თუ ვინც არ უნდა ყოფილიყო როდესმე ეთქვას საქართველოში რა ვითარება აი რამე ხო შეიძლება რომ მოყვე რომ იცი ჩვენთან საქართველოში ასე ხდება აი მაგალითად რო ესე რომ მოხდა აქ ქართულმა მხარეს რაღაცა ნაწილმა გაამტყუნა არასოდეს ესეთი თემა გულბაათს აი ასეთ შეხვედრებზე და კონფერენციებზე არ გაუშლია. ეს კაცი ლაპარაკობდა იმას, რაც იყო ზოგადად საინტერესო. აი მაგალითად ისეთი როგორც გიორგიევსკის ტრაქტატი და ამის რაღაცა პერიფერიები და დეტალები, რაზეც დღეს ხელისუფლებამაც დაიწყო საუბარი და ამაზე ხშირად საუბრობდა. რუსოფობიაზე. რუსოფობისთვის დაიჭირა, ამისთვის დაიჭირეს ეს კაცი რუსოფობიის მონიტორინგის შექმნა. ეხა თვითონ როგორ ალაპარაკდება. ხო და იცით რა, მაგის თქმა მინდა რომ მე ვარ ის ადამიანი და ის მოწმე ამ ყველაფრის. აი მესმის ახლა რუსეთში წასული ქართველებისგან
ახლა გვარებს სახელებს არ ვამ, მაგრამ რომ ბევრს ლაპარაკობენ. იმაზე რა ხდება? არასოდეს გულბაათში და სამზარეულო ყოველ შემთხვევაში იქ სადაც მე ვესწრებოდი არ ვთქვამს და დარწმუნებული ვარ, არც მოსკოვში ამაზე არ ილაპარაკებდა. მას ჰქონდა თავისი საქმე, მიყვებოდა ამ სამეცნიერო ნამუშევრებს, უნიკალური 2 წიგნი გამოსცა დიდ სამამულო ომზე, რომელიც ამ ხელისუფლებას ჭკუარო ქონდეს, სკოლებშიც უნდა შეიტანოს და ბავშვებმა გაიგონ რა ხდება, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიის წიგნში მხოლოდ ერთი ფურცელია დიდ სამამულო ომთან დაკავშირებით შეტანილი. რამდენი დავკარგეთ ასე რომ ისეთი რაღაცები რომ ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელია. გულწრფელად გეტყვით, ახლა არავინ ჩამითვალოს ის რომ ქალია და ემოციურად საუბრობს. მართლა ყოვლა წარმოუდგენელია გულბაათ რცხილაძის აი ამ ყველაზე სასტიკი მუხლით დაპატიმრება. აი მართლა წარმოუდგენელია. აბსოლუტურად გეტყვით. იმდენი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია ახლა რომელიც ამ მუხლით თავისუფლად შეიძლება რომ ზუსტად 5 წუთში დააპატიმრო ყოველგვარი სასამართლოს და იმის. კი, დღეს საქართველოში ყველაფერი მოსულა. ეს ის არის, აი ძეჟავი მაქვს, მიშა იწებდა ესე, აი ესეთი კაცი თან ჩამწყდი ეს ისე რომ არა მნახველი, არა დედა და არა, იცი რა არის, მე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ მამასთან დაკავშირებით დაუშვით ის რომ სალოცავად ახში არ გაყავთ ის რომ აი ძალიან რთულია და დაპირდნენ, წაგიყვანთო ველოდი ესე უძლებს ხო და გაუტეხა. გულბაათი ვაშკაცი კაცია. თუ გონიათ რომ მაგით გატეხავენ, ეს 7 კაცია, ჯერ ერთი ის რომ მართალი კაცია და თავდაჯერებული კაცია, იცის რას აკეთებდა და რამდენჯერ თავს დასხმიან ის წიგნები რომ გამოსცა მას შენ ძალიან შეუტიეს. მაგრამ გულდასაწყვეტია ყველაზე მეტად ის ფაქტი, რომ აი ამ მეინსტრიმულ მედიას რო ვუწოდებთ და აი ასეთ რაღაცებს რო ამახვილებდნენ გულბაათთან მიმართებაში ყურადღებას და ვითომ რაღაცაში გამოიჭირეს კაცი, აი მათი გულის გასახარი საქმე გაკეთდა დღეს. აი ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. გულბაათ რცხილაძე თავის კონფერენციებს როცა აწყობდა, ყველასთან აგზავნიდა პრესრილის, ყველას ეძახდა, ყველა ტელევიზიას ეპატიჟებოდა. არავინ არ მოდიოდა. არ მალავდა ის, თუნდაც TV პირველსაც დაუძახებდა, მას დასამალი არაფერი არ ქონდა. ეძახდა ბუნებრივია იმედსაც, რუსთავიორსაც, ყველას. კაცშვილი არ მოდიოდა. მოსულიყვნენ, ენახათ, ხო თვითონვე დარწმუნდებოდნენ რა საკეთებდა ეს კაცი. მე აი ძალიან მაინტერესებს ერთი რამ, შენთან როგორც ჟურნალისტთან, კოლეგასთან და როგორც ადვოკატთან. აი არ მავიწყდება გენერალი მდინარაძეს გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ ესე იგი ჩვენ რომ დავიჭირეთ წინ ვიღაცა, ამითი გავაფრთხილეთ გულბაათი. მაგრამ, ნუ, აი ხო ხედავ, მაინც ესე იგი ჯაშუშობა განაგრძო. ესე იგი, აი მართლა რა მაინტერესებს, იცი რომ დაუშვათ მართლა დაიფაროს, მაგრამ აი გულბაათი რო შეეწყვით და დაუშვათ ჯაშუშია და შეეწყვია დაშუშობა. შეიძლება ამის გულისთვის ჯაშუში არ დააპატიმრო? არა, ეგ რა თქმა უნდა. აი ეს აი რაღაცა, იცი, აი ალოგიკურია. ალოგიკური იცი რა, მე ჯაშუში ვარ, ბატონო მამუკა და აი ეხლა აღარ ჯაშუშობ და მამუკაც ახლა დათანხმდება გარდა ამისა, წინა twins დაიჭირეს. სიმართლე გითხრათ, ის ადამიანი მე არც მინახავს გულბაათთან ერთად. არასოდეს საერთოდ კავშირი არა. ერთ დღეს მოხდა დაჭერა, მაგრამ არანაირი არანაირი კავშირი, ორი სახელი და გიორგი უძილაური და გულბაათი ერთ დღეს არ დაუკავდა. არა იმ არასოდეს იმ გარემოცვაში არ მინახავს. არა, გიორგი უძილაური იგულისხმა, იმიტომ რომ გავაფრთხილეთო დაჭერით და განაგრძესო ჯაშუშობა. დაუშვათ რომ ჯაშუშები არიან და შეეწყვიტეს. როგორ უნდა შერჩენოდა ჯაშუშობა? არა, ეგ აი სად არის აქ არანაირად, ნუ ახლა როგორი საქმეა. ჯაშუში შეწყვეტ ჯაშუშობას და შენ სახელმწიფო მიწი რომ ის ჯაშუში იყო. და რა ამით რაიმე ზიანი მიაყენა ქვეყანას, არ უნდა დავსაჯოთ? შეიძლება რაღაც შეღავათები გაუკეთო რომ აღიარა და შეეშვა ამ საქმიანობას და ითანამშრომლა რომ აი მე ეს გავაკეთე წიგნი მაგრამ ეს არ გულისხმია დინარაძე თანამშრომლობა და აღიარება დინარაძე იგულისხმება გაჩერებული ხო თან უყურეთ რაში გამოიხატებოდა გულბაათის გაფრთხილება ხო არა სისულელეა გენერალი წარმოუდგენელია წარმოიდგინეთ მე რომ მითხრან რომ აი ბანკი არ დააყაჩაღო თორე დაგიჭერთ და ხოლმე დამიჭირონ რომ აი ბანკს აყაჩაღებდიო ხოვრებაში ხო ბანკი კი არა რა ვიცი ერთი გადაწყვეტა არ გქონია ჩადენილი და ჩემზე რატო უნდა იმოქმედოს რომ რო გააფრთხილოს ეხლა სახელმწიფოს თანამდებობის ფირმა რომ
არა, ეს იყო თუ არა და რატომ იპარეთ გეპატიებათო მივხვდით აი ეგეთი ის იყო რაღაც რატომ მიიღებდა ჯერ ერთი გულბაათ რცხილად ჯამას თავის თავზე მეორე ბანკი აღარ ხო მეორე და ის მილიონები შეხჩეს აი ამ ლოგიკით მიდია არა აი მართლა ეგ რას ნიშნავს ყველაფერი გარდა ამისა გულბაათ რცხილაძე ბოლო პერიოდში ძალიან კარგა ხანია მამასული და საქართველოც არ დაუტოვებია. რა თქმა უნდა და ირანშიც ვერ მოდიოდა, იმიტომ რომ მამასული და მითხრა რომ ვერ წამოვალო. არ გასულა გარეთ. გადაცემებშიც ვეღარ მოდიოდა, თავისი უფრო ადრე ქონდა, მე გვიან მაქვს და მერთვებოდა ხოლმე. და ყოველთვის არასოდეს არ დაუმალია მას თავისი დამოკიდებულება, ან დასამალი რა იყო, ყველას აქვს უფლება, ხო? ვიფიქროთ ის, რაც როგორც მიგვაჩნია სწორად. ხო და აი მაინც ვერ ხსნი. ეს არის წინასწარ წაგებული საქმე, მაგრამ მე ისი მეშინია იცით ლაშა? იმიტომ რომ დღეს აი როგორც მიშელ დროს იყო, მოსამართლეებიც მართლმსაჯულებას და პროკურატურაც ძალიან არიან ჩამოკიდებული, როგორიც იქნება დირექტივა, ისე შედეგს მივიღებთ. მე ამისი მეშინია. უყურეთ ალბათო ნინო, იმდენად არიან თავის აბსურდში გახვეულები, იმდენად არიან რაღაც გაჭედილები ამ აბსურდის თეატრში. რომ ეხლა გამოსვლა უჭირთ. ამას მეტყველებს მამუკა მდინარაძე, დღევანდელი განცხადება ჩვენ რო თქვით, ამას მეტყველებს ის რომ არასაჯაროებენ და გრიფით აიდულოს არ ხსნიან საქმის მასალებს, ამას მეტყველებს ის რომ ელემენტარულად არ ამბობენ რომელი ორი ქვეყანაა. ყველაფერი არ ამბობენ, თორე საქმეში ხო არის? საქმეში არის და ახლა მე ვიცით რა ქვია პროკურორმა და მოსამართლემ და ეგ რა დავშდეთ ერთად და ყავაზე ვილაპარაკოთ მაშინ. ეგრე ხო არ ხდება, რო ეუბნევიან რომ ბრიფინგი რო გამართე შენ მთელი საქართველოს გასაგონდა და თქვი რომ ჩვენ ორი ქვეყნით ჯაშუში დავიჭირე კეთილი ინებე და რომელი ორი ქვეყანაა უთხარი მოსახლეობას. რა თქმა უნდა. ატივი ეწი შენ ხალხს. ჩააყენე საქმის კურსში, მასალები გაასაჯაროო. გააქვს რამე მტკიცებულება? აგერ მე ვეუბნები, მე ვთავაზობ და გულბაათის ამაზრზია და იმიტომ ამბობ თამამად. გამოფინო ყველა მტკიცებულება და ერთად შევაჯეროთ, ანუ საშუალება მქონდეს რომ ეგ მტკიცებულებები და საზოგადოება იყოს ხო, რა ვიცი, რა ჟურნალისტური გამოძიება ჩავატაროთ. მოდი, ან იურისტების შემდგარი ჯგუფი შევიკრიბოთ და ეს მასალები რევიზია გავუკეთოთ, არის თუ არა ეს ადამიანი ჯაშუში. მანამ მოსამართლეში იაფარებს, საზოგადოებამ შევაფასოთ, მოდი ჯერ. ხო და არაკეთებენ და იმიტომ გეუბნები რომ დილემის წინაშე არიან. სისულელე გააკეთეს, უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს. და დაიჭირეს რის გამო, ხო? რუსოფობიის, რა ქვია, მონიტორინგი საბჭო რო შექმნა, მაგიტო უნდა შეექმნა. დაიჭირეს იმიტომ რომ ობიექტივიდან მისი მკვეთრი განცხადებები და ხელისუფლების სამართლიანი კრიტიკა არ მოეწონა ზემოთ. დააკავეს იმიტომ რომ ამერიკის დელეგაცია ჩამოდიოდა მეორე დღით და დაანახეს რომ აი ჩვენ თქვენთან გადატვირთვა გვინდა და აი ცირა არის აი ამ ადამიანს ვაკავებ ჩვენ ეგრეთ წოდებულ რუსეთუმეებს, მაგრამ აი ბოდიში მოგიხდე არ დაგავიწყდეთ ეს უნდა ვთქვა ყველა ვარიანტი. და რა რეალობა მივიღეთ ახლა დღეს ჩვენ. ირაკლი კობახიძე ალაპარაკდა გულბაათს წყილავის ენით ჩვეულებრივად. კი და რუსოფობიაზე და ანუ გულბაათია ირაკლი კობახიძე დღეს, ანუ მისი ტერმინოლოგიით, მისი ფრაზებით ლაპარაკობს. აღიარა რომ რუსოფობია ქვეყანაში, აღიარა რომ ამ რუსოფობიას ჩადიან დასავლეთიდან მართული და დაფინანსებული აგენტები ექსპლაიტ, მაგრამ შეკაიდეთ მამიშვილო თუ აგენტები მოსიარული აგენტები არიან. პრემიერი მეუბნევი მე რომ აგენტები ეგეთ პროვოკაციებს ატარებენ ჩვენ ქვეყანაში. იმათ არა ის აგენტები გამოვალვინე და დააკავე. ის ჯაშუშები დააკავე რეალური და ამკაცდა რა გინდა გულბაათთან, ანუ მისი ენით ლაპარაკობ დღეს. კი ისო. იცი რა, აი შენ ახსენე ახლა ლაშა ამერიკის დელეგაცია რო ჩამოდიოდა. ამასაც თუ გავითვალისწინებთ, ესე იგი ორი სახელმწიფო არის, რომ ამერიკას ისა რა ქვია კედი მოუხარო რა და ლიკვნელო ასე ვთქვათ, რუსეთი და ირანი. ეხლა ჩვენ რო გქონდეს ეჭვი, თუ ტყუილია თქვან, რომ არც რუსეთის მე არ ვაყობ, არ დავადასტურებ, აღნიშნული ქვეყანაზე აპელირება ყველა ტელევიზიამ გააკეთა. ვიზე გეპარება ეჭვი. ამ ორ ქვეყანაზე მეპარება ეჭვი და აი თვითონ მათი საქციელიდან გამომდინარე. და ის ერთადერთი მიზეზი მგონია, რომ ირანის, ნუ არ ახლა წარმოუდგენელია ახლა ირანის ჯაშუშობა, რომ აი მივიდა ირანის საელჩოში გულბაათი და
იქ საშინელება რომ მოხდა 65 გოგო რომ დაიღუპა იმის სამძიმრის წერილი და ნებისმიერი ადამიანი კი არა ყველა უნდა მისულიყო და აბსოლუტურად ვიზიარებ ამ სამძიმარს იქ სამძიმრის წერილი დემონსტრაციულად მივიდა დაწერა მას თავისი გულბაც თავისი საინფორმაციო პორტალიც ჰქონდა სადაც დებდა ყველა მასალას ახლა ყოველთვის მის გარშემო ჟურნალისტები ხო არ იყვნენ არა ეგ არიზიარებ მე მაგალითად აბსოლუტურად ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას ყველა ბავშვი არის ღვთისშვილი იქ სადაც ბავშვები კვდებიან ეს პალესტინა იქნება ირანი იქნება ამერიკა თუ საფრანგეთი ეს იქნება ყველგან განვიცდი ძალიან დიდი ტრაგედია კაცობრიობის რა თქმა უნდა ვიზიარებ ამ სამძიმარს და როგორი ხომ და შემეშინდეს ხელისუფლების რო სამძიმრის გამო მე არ ვახდი ახლა ირანის ელჩოში გულბაათს მაგრამ როდესაც ირანის ელჩი ალი მოუჯანი მოიწვია კონფერენციაზე მაშინ ყველა ყავდა დაპატიჟებული მოვიდნენ კიდეც ტელევიზიები ეს მოუჯანი ჩაწერეს რაღაცეები ისის და უცბად გავიდნენ იქ რაზე იყო საუბარი არ მოусმენიათ იქ ყველანი ვისხედით ვიყავი მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას ჯაშუშური ან რამე გადაეცა უმად რაღაცა იყო და გულბაათი რაღაცას ყურში ეჩურჩულებოდა და რაღაცა ინფორმაციები გასცეს და გადმოსცეს ეს არ ვიცი ხო გეუბნებით აი ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელია და დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო რომ დაამიძახეთ რომ მივმართავ ყველას რადგან გულბაათთან ასე გულშემატკივრობდით მისი თანამოაზრები ყავთ აქ პატარა ცოტა რაოდენობა არ არის ხალხის საკმაოდ დიდი არმია ყავს გულბაათს მხარდამჭერების და თანამოაზრეების ყველას გასაგონად გვითხრან რომელი ორი ქვეყნის ჯაშუშია ეს კაცი უფრო მეტი უნდა გავიგოთ მასალები ამას ხო გეტყვა რომელი ორი ჯაშუშია არის ხალხი დაეცვა ჟურნალისტები დაესრონ რატო ხო გამიხსნან ეს ხდომა და დამიმტკიცონ ამ კაცი ჯაშუშება და მე მეც ბოდიშს მოვიხდი და გულბაათსაც ვეტყვი რა გიქნია შეკაცო ეს გულბაათზე საუბრობთ ალბათ მართებული იქნება აი ირაკლი დოკვაძე ეს არის ნუ აი წლების განმავლობაში ჩემი მეგობარი აი არ ვიცი და როგორ ყველაფერს ვთილობ და არაფერი არ გამოგდის ამათთან. კაი მიშას რეჟიმი ეგეთი იყო, ხო? შენ რას აკეთებ? იგივე ისა რა გიორგი უძილაური, იგივე თემურ ჩიხლაძე, იცი? მე მაგალითად არ რა თქმა უნდა ხა გიორგის ვიცნობ დიდი ხანია ახალი თაობიდან და რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ რომ ის არისო და არ არის ჯაშუში, უბრალოდ მე მიმაჩნია რომ ეს არის ჭორების მიტანილი ჭორები ივანიშვილთან და ივანიშვილის სასჯელი. რა ვქნა თუ ტყუი ვარ დიდი ბოდიში. დამივტკიცო რომ ტყუი ვარ და ბოდიშს მოვისე. ქალბატონი და ის ჩიხლაძეც არ ვიცი, მაგრამ უკვე ნამდვილად ეჭვმეპარება რომ და ნამდვილად გულშემატკივრა ძალიან საშიში ტენდენცია ხელისუფლების ძალიან საშიში ამას ახლა ესენი რომ მოდიოდნენ ხელისუფლებაში ნამდვილად არავინ არ ელოდა რა ის რომ ეხლა გულბაათ-რცხილაძეს დააპატიმრებდნენ ჯაშუშების მუხლი და მართლა ჯაშუშები, თვალნათლი ჯაშუშები. რა თქმა უნდა, რეებს აკეთებენ. ქალბატონი, თქვენის ნებართვით ალბათ ყველას გვაქვს კითხვა თუ რატომ შეიძლება და დააკავოს ხელისუფლება გულბაათს, ხო? ადამიანი, რომელიც ალბათ პლანეტაზე ერთ-ერთი ისეთი ჯაშუშია, რომელიც საჯაროდ ყველაფერს ამბობდა. ჯაშუშები ზოგადად ინიღბებიან, მალავენ თავიანთ საქმიანობას რა ვიცი რა მეგობრები კი არა ოჯახის წევრები ვერ ხვდებიან რომ ჯაშუშია იმ დონეზე რაღაც და ეს ადამიანი ყველა თავის რა ქვია აქტივობა საჯაროდ ამბობდა თვითონ იღებდა ვიდეოებს თვითონ აქვეყნებდა ფოტომასალას კონფერენციებს აკეთებდა გადაცემებში ყველაფერზე საუბრობდა ყველას გვიყვარს რატო შეიძლება დაეკავებინათ გულბაათი ბუნებრივია ფიქრობს ამაზე გაუნებული იყო რავი რატო დამაკავეს რას მერჩიან იმიტომ რომ არაფერს მალავდი და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი არ გადამიდგა. პირიქით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობდა ყოველთვის. გუშინ ახლა მაგალითად მიმართო გავაუწყია რომ გულბაათი ვინახულე და თვითონ მოდი ვნახოთ ახლა წავიკითხოთ თქვენის ნებართვით. კი ბატონო, იმიტომ რომ დიახ. ხო, თვითონ აი რას უკავშირებს მის დაკავებას. კი ბატონო. მოკლედ. გულბაათის სიტყვებია, მე არ მომიგონია. რეალური მიზეზი ჩემი დაპატიმრებისა არის ჩემი კრიტიკული საავტორო გადაწყვეტილება TV ობიექტივზე და კიდევ უფრო მეტად ჩემს მიერ წარმოებული ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა. გულისხმობ ბრძოლას მახინჯ მოვლენასთან, რომელსაც რუსოფობია ქვია და რომლის გამოვლენებები საქართველოში აზიანებს
საქართველოს ინტერესებს, თორემ რუსეთს არაფერი დააკლდება. კარგია რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ მაინც გამოიბერწყა ყური და აღიარა რუსოფობიის გამოვლენებები საქართველოში გარკვეული პროვოკაციული ძალების მხრიდან. მიღწევა უკვე ის რომ პრემიერის პრეზიდენტის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა რუსოფობია. სწორედ ამ ძალებს ვებრძოდი გამალებით, ოღონდ კანონიერად, მშვიდობიანად. ოცნებას 2013-14 წლებიდან ვაფრთხილებდი აელაგმა რუს ტურისტებზე თავდასხმები. ქუჩებში რუსიერი შეურაცხყოფელი წარწერები, მასმედიაში გაჩაღებული რუს მოწვეობის კამპანია. ახლა ჩემი დაჭერის მერე არ ვიცი ამ ფაქტმა დააჩქარა თუ არა, მაგრამ რუსეთიდან წამოვიდა ვიდეო რგოლების ნიაღვარი, რომლებშიც საქართველოში არსებულ რუსოფობიაზეა საუბარი. ჩვენი ხელისუფლება შეშფოთებულია ამ კამპანიით, ვინაიდან ეშინია რუსეთიდან მომდინარე ტურისტების რაოდენობის, ანუ რუსეთიდან მომდინარე დიდძალი ფულადი ნაკადების შემწირების. მართებული შეშფოთებაა, მაგრამ ერთ დავაზუსტებ. პრობლემა უმისამართო განწყობებითა და ხელოვნურად გაღიმებული, რუსულად ალაპარაკებული თბილისის მერის საშუალებით ვერ მოგვარდება. გვახსოვდეს, რომ რუსი ტურისტიც ადამიანია, თუნდაც მეტი მოთმინების მქონე ვიდრე ჩვენ, მაგრამ ასევე პიროვნული და ეროვნული ღირსების მქონე ადამიანი. შესაბამისად, საჭიროა რუსოფობიასთან სისტემური ბრძოლა და არა ჩემნაირი ადამიანის შეწირვა პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ. პირდაპირ გეტყვით, ის რაც ახლა მოხდა დიდწილად დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ რუსოფობმა პროვოკატორებმა 6 ივნისს ჩაშალეს პუშკინის დაბადების დღის აღნიშვნა, როდესაც თავისუფლების მოედანზე მიუვარდნენ რუსული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ დიმიტრი ოლისოვს და ჩვენი რუსულენოვანი მოქალაქეების მწირერისყოვან ჯგუფს. მე ამ დროს უკვე ციხეში ვიჯექი. გარეთ რომ ყოფილიყავით, ჩემ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ამ უმსგავსო ფაქტს არ დავუშვებდი. აბსოლუტურად იყო ასეთი ის და მაშინ ვთქვი რომ გულბაათი რო ყოფილიყო ყველანი იქ იქნებოდით ახლა თქო. ფაქტიურად, რასაც ახლა ებრწვის ხელისუფლება ამ რუსოფობიის მახინჯ გამოვლინებებს, ამას აკეთებდა გულბაათი. ახლა ამას გმობს ხელისუფლება, მაგრამ გულბაათი უკანონოდ ყავს დაჭერილი. ხო, თუდია. ისე როგორ შეიძლება იყოს მართლმადიდებელი და იყო ადამიანის მოწვეული. აი რუსოფობია, ვერცა ნებისმიერი ფობია. ნებისმიერი ფობია. ამერიკოფობია, სომხური ფობია, ნებისმიერი. ესე იგი იყო მართლმადიდებელი საქართველოში და გეზიზღებოდეს ადამიანები. არა, ნებისმიერი არა აქვს მნიშვნელობა, ზოგადად ფობია წუდი, რატომ უნდა გეზიზღებოდეს რომელიმე ერი, ხო? იცი რა არის, მე ძალიან ნერვიულობ იმ ქართველებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. აი გულბაათი ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა, ჩვენ კიდე შევხვდებით. მადლობა თქვენ. არ დაგვავიწყდება და უნდა იცოდეს ხელისუფლებამ, რომ არსებობს ტელევიზია, რომელიც მხარში უდგას გულბაათს, როგორც კოლეგას, როგორც მეგობარს და საერთოდ ყველა უკანონოდ და უსამართლოდ დაჭაგრულ ადამიანს საქართველოში. დიდი მადლობა თქვენ და ტელევიზიას. მოვიკითხავთ გულბაათს კიდევ ერთხელ. ნახვამდის. მე ცოტა ხანში დავბრუნდები ეთერში.